ამ პატარა ტაფაში უკეთესი შეიწვა. ეხლა უნდა წავიდე და ტაფა ვიყიდო გოგოებო, არ ვიცი როგორ შევარჩევ, მაგრამ რამეს შევარჩევთ. თორე ეს ძალიან პატარაა, ეხლა კარტოფილი რო შეწვა მაგისთვის. ნახეთ, ბევრი რო ჩავყარე, მაინც ჩაიშალა. მაგრამ იმ დიდ ტაფაში უკვე აღარ შეიძლება ამის შეწვა. არაფრის შეწვა აღარ შეიძლება იქ. ესე რამდენი ხანია დაბრაწყო? კარგად დაიბრაწყა ხო? ტაფის ბრელის. ეს ხო იგივე მასალის ტაფაჟე. მაგის შვილობილი. ტეფალი ვიყიდო. გემრიელიც გამოდის, ნახე, აბა გემოგასინჯე, მე როცა არ იწვის კარგა. მე უგემურია. ხო, მეტყვი ხარ შეფრელი. ძალიან გემრიელია. ხო გემრიელია. უბრალოდ ცოტა ცხელია ჯერ და ნამდვილი დღეა. სადილიც როც მოგვივიდა, მათე და ჯიქჭამი. ეხლა მოხდა რატო რომ დაგვიდი 1 საათი როგორ მოიწეროს. დედა გამოვედით, მათე თამაშობდა იმდენი ხანი აქ. ძალიან კარგი ამინდია და ელოდები ახლა. გია გამოვიდეს. და ჩავირბინოთ ბაზარში. დაბლა მიშევნია ითამაშოს ხოლმე მათ სულ ტელეფონში რო არ იყოს. ან ფისოები არა ჩანა დღეს. კაია გარეთ ღმერთო, სასიამოვნო, როგორ თბილა უკვე, არ ვიცი. ჯერ ესეთი სითბოები, კაი არ არის ისე. გია, ეხლა იცი რას ვამბობდი? ესე რო თბილა კარგია. იანვარში. მოსავლისთვის არის ცუდი, თორე ჩვენთვის საერთოდ არაფერი პრობლემა არ არის. ჩვენთვისაც უგურ არ არის გია, ვირუსები და რაღაცეები არ დაიწყოს, ინფექციები არ გავრცელდეს. ვიდეოსები. თბილა რა, აი გარეთ ჟაკეტი თივლი, ისეთი ის არის ამინდი. მათე ხო გთბილოდენ ხა დაბლა რო თამაშობდი დედი. ხო კარგია დაბლა. არა ცხელა ჟანცია, მაგრამ ეს მინუსები. სახში ყოფნას ხო ჯობია. ტელეფონში. ხო იგლები უფრო ვიდრე ბავშვებთან დედი. ტელეფონი გონებას მაგ. ტელეფონში ხო იგლები უფრო. მიაგდო ტელეფონი დივანზე. დივანზე მიაგდო ტელეფონი, ახლა კი წამოიღო ხელში უჭირავს, მაგრამ მიაგდო და ჩამოვიდა დაბლა ბავშვებთან. ლიფტისა? ზე უკვე ჩადის იქით. როგორ არის გაყუთლებულიც. რომელი საათია და უკვე ღამდება? 5 საათი. გაიზარდა ჟა. კი. ამ დროს უკვე ღამე. მართალი. 6-ისთვის უკვე იწყებდა. არა, გაიზარდა დღე.
კაია კაცო გაიზარდოს გაზაფხულის სუნი დგა თითქოს უკვე რა ვიცი მაგრამ ჯერ ადრე არის არ არის კაი ადრე რო დათბება ხოლმე იმიტომ რომ მე მარტში და აპრილში ცივა ხოლმე და იმაგი თუ არ არის კარგი მაისში ბაზრის ნაირობია ხო შიგნით ვნახოთ ერთი აბა აქვს პლასმასებია ძირითადად და ორი და 50 ეს ბანანი არ არის ძალიან ძვირი მანდარინის სეზონია 4 ლარების მანდარინი მე то ჩემო რა გუშელება არ ვიცი საქართველოში ვედრები ჩაყიდულობდა ხოლმე კი აიტაფები კი მე აქ ამ ხელა მაღაზია აბა შეეთი ნახოთ 10 კილო მანდარინი როგორია 40 ლარი კი როგორც ჩანვარ მივეჩვიეთ მოკლედ ესე ბუნდოვანად რო ჩანვარ მაგრამ იქიდან მე მგონი ფუქი ირეკლავს და მაგიტო აი მაღლიდა და ის არის რა ქვია დღე ხოლმე კარგია იქიდან რო ვზივარ ეს მაგრამ არა უშავს იყოს ერთი სიტყვით რავი სანათ გამიკეთებთ იდეას ვეუბნები და ნახოთ აბა თუ გააკეთო ცოცხი როგორც იქნა რაღაცეების ფშივა ეხლა ისე რომ გავაკეთე ნახეთ რაღაცეების ფშივა და თარა მაგრამ ხო გარეთ არ ვიცოდი და როგორ ასჩივა სულაც დავიყარე ცოცხი ვიყიდე და კიდე ვიყიდე ტაფა როგორ ჩანჟანა ნატურა გაფუჭდა თვითო აფა ვიყიდეთ ცოცხი ვიყიდეთ მოკლედ დღეს რა ისეთი დღე გქონდა ნაყოფიერი ეს არის 28-იანი ეს ტაფა ამას გია გააკეთებს არ ვიცი სიტყვით რა ესეთია და ცოტა ხანი გვეყოფა ნაცრისფერი თქვენ უფრო კარგად გამოჩნდება კიდე ესეთი მაიკა ერთი კიდე ვიყიდე გიას რა იმ დღეს ერთი იმიტომ ვიყიდე რომ ზომა ნახომეთქი ზუსტად მოერგება თუ არა და კარგად გქონდა და კიდე ვიყიდე ძალიან კარგია ფიქს პრაისი როგორ შემიყვარდა მალე მივიძვარ აი ესეთი რაღაცა თვალისთვის ვიყიდე არ ვიცი მე მგონი რომ ხუდი არის ხნება აბა ეს ნახოთ სანგელი სუნია ბუბლიკია ძალიან გემრიელია ლიმონის გემოთან ჩაი აი ეს ვინც მიდიხართ ხოლმე ფიქს პრაისში არის ძალიან გემრიელი ჩაისთვის მომეწონა ეხლა წარმოვიდგინე ჩაისთან ერთად გემრიელია ვერ გამოდის არომატით ესეთი ქვიყიდე ჩაი მოგდასაყენებელი კიდე აი ესეთი ვიყიდე ტაფისთვის ამოსარევი აი არა ვიცი ბლინებს რო ვერ ვაბრუნებდი ხო იცით იმით რომ ვეწვალებოდი ჩანგრით და მეხეოდა ხლა მაშმელოები ესეთი სამნაირი
რა კარგი სუნია. და კიდე ბერგამოთაა კარგი სუნი და ესეთი ჩაი ქსელურ მაღაზიებში არ არის. არ ვიცი, ვნახოთ აბა როგორ მომეწონება და გეტყვით. კიდე ესეთი ჩაი ვიყიდე, ეს დასაყენებელია და ეს კიდე ისი, რა ქვია, ეს ჯერადები. და მათე მაიღო ზაღატავი. ფანქრებს ყიდულობდა და ისეთი იაფიანები იყო. მე ვხარ იქნება მეთქი კარგი. მათი არის კიდო მეთქი. სახშია აქ ფანქრები და რაღაც. ეხლა ორი ნაბიჯის რაღაცეები ეხლა. ლიმონათი, ზეთი და ნიკას ხილია აქ. არა მოვიგებ. და კიდე მანდარინი წავედი ახლა. უნდა დავალაგო ისინი. და ჩემი ტაფა დავტესტოთ აბა კვერცხი შევწვათ ერთი როგორ შეწვას. ეს კარტოფილი შევწვით უკვე ღამე და კარტოფილი შეწვა და კატლეტიც არ მინდა ხა გვიანი არის. კატლეტი რო შევწვათ აგვიანია მაგისთვის და ის კვერცხი შევწვათ. და ესეთი პურები. თბილი. რა ცერათ არის რაღაც ეს ბოლტი და შეიძლება მოვედი ტაფა გავრეცხე. და ძალიან სულად აგვიგვიანდეს ჭამა. ეხლა ვნახოთ აბა შევწვათ კვერცხი და ეს მათე მოიშვენე. ამ ეტაპზე ძალიან ძვირიანი არის კიდე გოგოები, იმიტომ რომ რო გავაკეთებ სამზარეულოს, მე ვიკეთე კარგს. ეგდროც მალე მოვა. უძებთ ცოტა. სალათის მაქვს ცოტა დარჩენილი.
რაც არის ჩემი დარჩენილი რომ გავაკეთე. ესეც გამოვიყოთ. ორმა მინდა ხვალისთვის და არ ვიცი ახლა მოვხარშო ფოთოლი გავთუთქო და გავამზადო თუ ხარ დავიწყო ეგ. Rana çarmı koysun. Ben şuraya bakalım. Evet, yanmış. Mere çayını da var. En o ahari. ეხლა რო ვიყიდე ისე მაინტერესებს როგორია. ბერგამოტის არ ვარ ესე. ცოტაც და. რა ვიცი, მშვენივრად შეწვა. კარგია. თხელია და იმიტომ მაინტერესებდა შედარებით თხელია ახლა ჩემი ტაფოფუსქელი იყო, მაგრამ ნორმალურია. დაბალზე მე არ ვიცი გოგოებო ეს ჩაი საიდან შემოდის. მაგრამ უნდა დავაყენო ეხლა და რო გავხსენი კარგა ხანია მე ესეთი ბერგამოტის ჩაი ჩვენ ძალიან გვყვარს ყველას ოჯახში და კარგა ხანია მე ესეთი ბერგამოტის სუნელი ჩაიზე არ მიგწვნია ძალიან კარგი სუნი აქვს. ძალიან კარგი სურნელი აქვს და მე მგონი რომ გემოც კარგი ექნება ვნახოთ. ცოტა ხანი შევფუთავ ესე და დავლიოთ.
მე შაქარს არ ვყრი, ეხლა გემოს გავსინჯავ და გეტყვით. ძალიან იგრძნობა, ვერ გამოტის გემო. გემრიელი ჩაია. უგემრიელესია. ყველას გისურვებთ მშვიდობიან საღამოს. ჩემო სიხარულებო, დავლებ ახლა ჩაის და მერე დავისვენებ.